რეპრესიების ახალი ფორმები ქართული ოცნებისგან. ოცნების პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს საკანონმდებლო პაკეტის განხილვას, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს. ოცნება კანონმდებლობას დემონსტრატების წინააღმდეგაც ამკაცრებს. ნინი ბალანჩივაძე მოისმინა ეს განცხადებები და ახლა უფრო მეც მოგვიყვება პირდაპირ ეთერში. ნინი, რას ითვალისწინებს კონკრეტულად ჩვენ მიერ ნახსენებია ეს ორი საკითხი? დღეს რამდენიმე მიმართულება მოვისმინეთ ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან, რითაც ისინი აპირებენ, რომ გაამკაცრონ კანონები, მათ შორის მთავარი და მნიშვნელოვანი არის ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, რაც დაანონსა არჩევნებამდე ქართულმა ოცნებამ და ამას საფუძვლად უდევს თია წულუკიანის კომიტეტის დასკვნა, არამედ ახლა უკვე კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს ბიძინა ივანიშვილი ამ კანონს და პირდაპირ ჩანაწერი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა აიკრძალოს პოლიტიკური პირი, ანუ ნებისმიერი პირი, რომელიც არ იქნება მისაღები ქართული ოცნებისთვის, მას საქმიანობას შეუზღუდავენ, ის ვეღარ შეძლებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ვერც პარტიაში, ვერც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და კიდევ არაერთი რიგი შეზღუდვები შეეხება სწორედ ასეთ პირს. რას ემსახურება ქართული ოცნების ეს ნაბიჯები, რას ემსახურება კიდევ უფრო მეტად კანონის გამკაცრება, დღეს ჩვენ კითხვები დავუსვით ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრს, თუმცა ქართულ ოცნებაში პასუხობენ იმას, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში, რომელი პარტიაც მოდის, ან რომელი პოლიტიკური ლიდერი, სწორედ მათი საქმიანობა იქნება აკრძალული და ისინი ასევე ამტკიცებენ იმას, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი. რიგის ცვლილებები შევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში, კერძოდ კონსტიტუციის პრინციპების დამღებ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება, რაც გულისხმობს შემდეგს. ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, იქნება ეს სახელმწიფო პოლიტიკური თუ პოლიტიკური, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები. ამგვარი პირები არათუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც. მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდა პარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა. ხოლო კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს მოუწევთ თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან. მოქმედმა პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში, არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. ასევე პარტიები ამგვარი პირებისგან ვერ მიიღებენ შემოწირულობებს. ამასთანავე იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად პარტიაში მიიღებენ ისეთ პირს, რომელსაც აკრძალული აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობა, გამოიწვევს სისხლის სამართლებრივი წესით დაჯარიმებას. ოცნების პარლამენტში ინიცირებული დაჩქარებული პროექტით ასევე ცვლილებები შედის როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში და ეს ცვლილებები ეხება შეკრებებსა და მანიფესტაციებს, მაგალითად მაყურებლისთვის ნათელი რომ იყოს ნიღბის ტარების ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შემთხვევაში, გზის გადაკეტვის შემთხვევაში. პირველივე შემთხვევა ეს გამოიწვევს 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას და თუ იმ შემთხვევაში თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვს რომ დაიშალოს ესა თუ ის მანიფესტაცია, სხვადასხვა საპროტესტო აქცია და აქციის მონაწილეები უწყებას არ დაემორჩილებიან, მაშინ ამ შემთხვევაში პატიმრობა იქნება პირველ ჯერზე 60 დღემდე ადმინისტრაციულს გულისხმობ, ხოლო მეორე ჯერზე ეს უკვე იქნება 1 წლამდე სისხლის სამართლის დანაშაული. არის თუ არა ქართული ოცნების მიზანი, რომ საერთოდ ჩაახშოს ის პროტესტი, რომელიც 300-ზე მეტი დღის განმავლობაში მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. დღეს შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიან პირდაპირ თქვა ის, რომ ამ მოცემულობით, როგორც მიმდინარეობს აქციები, ისინი აღარ მიცემენ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის და პროტესტის გამოხატვის საშუალებას. რიგი ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისხლის სამართლის კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსებში, კერძოდ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრელსადენი ან და მომწავლული ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამღები ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან იქონიებს ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხებაში მიცემას 1 წლამდე ვადით. მოკლედ როგორც ჩანს, მრავალმხრივი შეზღუდვებისთვის ემზადება ქართული ოცნება, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე დემონსტრანტებს და ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ახალ დაანონსებულ კანონებთან დაკავშირებით ცხადია, ჩვენ ხვალ უფრო დეტალურ განმარტებებს მოვისმენთ და განცხადებებს როგორც ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ასევე იმ სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან, რომლებიც 300-ზე მეტი დღის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დგანან ქუჩაში.